კეთის წავსე ქალაქი ორი კილომეტრი არაქართულია Даже welcome-ია, ეს welcome-ია. არც უშვებე, ხო გარეთ. ოპა. ქართველებს ოპა. აუ, ვიმიხარია. ეს კადრები არ გამოხატავს, რომ ეთნიკური სურათი დრამატულად არის შეცვლილი ქვეყანაში. ან ქართველი არ დადის საახალწლო ღამეს ქალაქის ცენტრში. ამაზე მეტი რა უნდა გაჩვენოთ, ანუ ამაზე მეტით რითი უნდა დავინახოთ, რომ ეთნიკური სურათი შეცვლილია. იქ იყო რაღაცა არგუმენტები, რომ ეს ტურისტები არიან. ტურისტული ქვეყანა ჩვენ წელს გავხდით? ანუ აი რა 5 წლის წინ ასეთ სურათი რატო არის? 5 წლის წინ მაქსიმუმ 2-3 ინდოელი გენახა, მაქსიმუმ. ხო, აი რა 5 წლის წინ არ ვიყავით ტურისტული ქვეყანა, 10 წლის წინ არ ვიყავით, 10 წლის წინ, 5 წლის წინ არ იყვნენ საქართველოს ტურისტები და წელს გაჩნდნენ ტურისტები ქალაქის ცენტრში. ან რანაირად ხდება, რომ აი ქართველები აღარ არიან? ან ქართველები სად ტურისტული ქვეყანა რო ხარ, ქართველები სად გაქრენ? აი იქ რაღაცა გაправებებს ვისმენდი, რომ ქართველები სახლში ხვდებიან ახალ წელს და ამიტომ არ იყვნენ ქართველები. რავი, 5-10 წლის წინ რუსთაველზე ახალ წელს რო გაგიარათ, ძალიან ბევრი ქართველი. კი, ბევრი სახლში ხვდება, ond ახალ წლის ღამეს 5-10 წლის წინ რო გაგიარათ, ძალიან ბევრი ქართველი იყო. ან მაშინ თურმე იმის მიუხედავად, რომ სახლში შეხვედრაა ტრადიცია საქართველოში, თურმე რატომღაც 10 წლის წინ იყო ხალხი, ხო? ქუჩაში. სად გაქრა ის ხალხი? შემთხვევით ახალგაზრდობა ძალიან დიდი ინტენსივობით ხო არ გავიდა ქვეყნიდან და შემთხვევით ისეთი სურათი ხო არ იკვეთება ბოლო 2 წელიწადია და ახლოებით 3 წელიწადია ქალაქის ცენტრში, რომ უბრალოდ ხალხი ქცევის ფორმას ახალწლოდ იცვლის. მოდი არ გვინდა იქ გასვლა და მოდი რა სახში დავრჩეთ. უფრო უსაფრთხოა, არ ვიცი. რაღაცა ესეთა ხო არა. დისკომფორტულია. ბავშვთან ერთად გასვლა ამ საახალწლო სოფელში არის დისკომფორტული. რამდენჯერაც გავედით, იმდენჯერ მოვტრიალდით უკან და შუამდე ვერ მიხვალი. ესეთი ამბავია, რომ ვერ გაივლი, გვერდს ვერ აუქცევ, შემაწუხებლად იქცევიან მათ შორის ყვირიან, უწესოდ, უზრდელურად ნაგავს ყრიანი, ქვერასაც ჭამენ, იქვე ყრია და აი ხდება კატასტროფა. ამ მიმართულებით ბავშვს მაგალითად ვერ გაიყვან ძალიან რომ მოინდომა ნაძვის ხეზე. და იჭიდაო რომ გაძვრია. უცხოთო. ხო, ანუ არა საახალწლო ღამეს, არამედ საახალწლო დღეებში, საახალწლო დღეებში. ხო, ანუ სხვა დღეებშიც, რავი, აგერ ბევრი ადამიანი გვიყურებს და თვითონ ვინც ყოფილა, თვითონ ეწოინება და აფიქრდეს, ხო? სხვა დღეებშიც ხო ეგ სურათი იყო რა საახალწლო სოფელში. უმეტესობა იყო უცხოელი. რა ვიცი, უცხოელების ვიდეოებიც კი იყო, რაღაც რუსები წერდნენ ვიდეოებს, რომ რამდენი ის არის, არა საახალწლო ღამეს, რამდენი
აზიელია, საიდან ამდენი, ხო? მათ შორის ტურისტები არიან და ტურისტები ხვდებიან ხოლმე ქალაქის ცენტრში როგორც წესი და რა გიკვირთ, თუმცა რაღაც წინა წლებში სურათი არ იყო. ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში საიდან არის? რუსეთიდან ხო არა? სლავური ქვეყნებიდან ხო არა? სად იყვნენ სლავი ტურისტები იქ? თუ ტურისტები ხვდებიან ქალაქის ცენტრში, ეთნიკური შემადგენელი სხვანაირი არ უნდა ყოფილიყო, თუ ტურისტებით იხსნება ეს ყველაფერი. შემთხვევით არა ტურისტები ხომ არ იყვნენ. შემთხვევით ზედმეტად ბევრი ინდოეთიდან, პაკისტანიდან, არაბეთიდან, სხვა აზიური ქვეყნებიდან ზედმეტად ბევრი ხალხი ხო არ შემოვიდა ამ ბოლო წლების განმავლობაში და მაგით ხო არ აიხსნება ეთნიკური სურათის ასეთი გარდასახვან. საერთოდ ვიღაცა რო ხსნის, რომ აი იცით რა დამშვიდით ხალხო, ესენი ტურისტები არიან. აი საიდან იცი რა ჯანდაბა იცი, რომ ტურისტები არიან. საიდან გაარკვი? საქსტატის მონაცემით 300,000 უცხოელია საქართველოში და ძირითადად ისინი კონცენტრირებულები არიან ძირითადად თბილისში და ნუ მეორე ბათუმში, ხო? არ არის საკმარისი რაოდენობა 100,000 უცხოელი იმისთვის, რომ ეს სურათი მიიღო. აი რა ჯანდაბა იცი, ტურისტები არიან, არა მხოლოდ ტურისტები არიან თუ რაღაცა შერეული შემადგენლობა თუ ძირითადად არ არიან ტურისტები. აი დაჟინებით რომ ვიღაცა მაგას ამტკიცებს. ამ სურათს, აი ხა სურათ დაინახე, ქართველი აღარ ტრიალებს ქალაქის ცენტრში. ეგ როა შენი პირველი რეაქცია, რომ დამშვიდ ხალხო ზუსტად ვიცი ტურისტები არიან და არ უნდა ინერვიულოთ. ეგ ხო პირდაპირ მამაძაღლობაა ახლა. ეგ ხო არ არის რეაქცია, რომელიც ადამიანს უნდა ქონდეს. ანუ დაუშვათ წარმოვიდგინოთ, რომ ტურისტები არიან. აი რა რაოდენობის უნდა იყოს ტურისტები და რა ინტენსივობა და პროპორცია უნდა იყოს ქართველების და უცხოელების იმისთვის, რომ შევშფოთეთ. აი 10-მდენი რო იყოს სულ. და ეს სურათია. წარმოვიდგინოთ. 10-მდენი ტრიალებს სულ უცხოელები, აზიელები და ეს სურათია ქალაქში. რაიმე თვისებრივი მნიშვნელობა მაგ შემთხვევაში უკვე აქვს ტურისტები არიან თუ არ არიან? რა ვიცი, თუ უკვე სულ უცხოელები არიან. თუ საფრთხეა თან, თუ ისინი ისე იქცევიან, თუ მათი კულტურის რაღაცა შინაარსი ზედმეტად შეუთავსებელია ჩვენთან. მაშინ დიდი მნიშვნელობა მე მგონი აღარც აქვს. იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთი არგუმენტი არის ხოლმე დამშვიდით ხალხო, ისინი არიან, რა ქვია, სტუდენტები არიან. ისწავლიან 5 წელი სწავლენ. რა ვიცი, ოჯახებით იყვნენ იქ კალიასკებით, ბავშვები ყავდათ მოყვანილი და არა მხოლოდ კალიასკები. ხო, არა, აი დაუშვათ სტუდენტები იყვნენ. ხო, აი რაღაც ვიდეო დაიდო თავპირის ლეწვა მიმდინარეობს ერთ-ერთ საქართველოს უნივერსიტეტში, სტუდენტები თავპირს არ ლეწავენ ერთმანეთს. ხო, რა ვიცი, ხა ძალიან ბევრი ასეთი სტუდენტი თუ იქნება და მათი კულტურული ნორმები იქნება ძალიან აგრესიული, არანაირი დიდი შვება არ იქნება ის ფაქტი, ქართველ გამლის თავპირს სტუდენტი დაალეწავს თუ სამუშაოდ ჩამოსული. გავუშვათ, მოდი ეს ვიდეო დავდოთ. ეზო. ალბათ. ეს არის ეს არის გიგონში როგორც მოხდეს ევროპის უნივერსიტეტში. ამის შვებაა ახლა სტუდენტები, თუ სტუდენტები წალეკავენ სტუდენტების რაოდენობა აქაურობას, შვება იქნება ის ფაქტი, რომ წალეკეს სტუდენტების სტატუსით ყოფნა ადამიანი. ჯერითი სტუდენტობა არის ერთ-ერთი მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი ფორმატი. მაგალითად ქართველების ვინც ევროპაში ან ამერიკაში არიან წასულები, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი წავიდა სტუდენტური ვიზით. ჩასვლის მეთოდია ერთ-ერთი. ჩადიხარ, რაღაცა ლეგალურად იქ ემიგრირების საშუალებაა და იქ რაღაც უკვე ადგილობრივად ქცეულ შენი ეთნიკური წარმომადგენლების ჯგუფში ინტეგრირდები, ხვდები რომ იქ რაღაც როგორ მოეწყო და ეწყობი და რჩები. ეგ არის ერთ-ერთი საშუალება, ანუ რა არგუმენტია ეს, ნუ გეშინიათ ხალხო სტუდენტები არიან, ყველაფერი კარგად არის. ეგ არ არის არა თუ არგუმენტი, კაცო. აქ თუ ტენდენცია და ამას რა აქვს მნიშვნელობა? მათ შორის ტურისტები თუ სტუდენტები რომელი ეთნიკური ჯგუფებიდან მოდიან? იმიტომ რომ ხა მაგალითად არ ვიცი, ფინეთიდან ჩამოსული ტურისტი
არ წარმოადგენს, თუნდაც აი საკმაოდ ბევრი იყოს ტურისტად ჩამოსული, არ წარმოადგენს ქცევის თვალსაზრისით რაღაც ისეთ საფრთხეებს, თუნდაც აი ახალ წელს აღნიშნავენ ცენტრში და ბევრნი არიან, ფინეთიდან, ან ესტონეთიდან, ან ნებავთ რუსეთიდან, ან უკრაინიდან. ყველას ესმის, რომ იქ არ არის დიდად სახიფათო არაფერი. მაგრამ ქცევის ნორმები სადღაც აზიური ქვეყნების წარმომადგენლებში დრამატულად განსხვავდება ამისგან და შეიძლება ტურისტებად ჩამოსულებიც, გასართობად ჩამოსულები და გართობის ფორმები განსხვავდება და გართობის ფორმების რაღაცა მიმზიდველობა ამა თუ იმ კულტურისთვის განსხვავდება, ზოგი რისთვის ჩამოდის და ზოგი რისთვის, რა ვიცი. მაგალითად არაბეთიდან შეიძლება სხვა გართობის мотиваცია ქონდეს ვიღაცა საკრო ჩამოდის და იმიდან რა ქვია ფინეთიდან სხვა мотиваცია ქონდეს. ამიტომ მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა ახლა თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით რომელ სეგმენტზე აკეთებს ქვეყანა გათვლას. ახლა ჩვენ თუ ავდექით და ერთი ხელის მოსმით გადავერთეთ აზიურ სეგმენტზე, ეგ მნიშვნელოვანი წილად მათ შორის დააფრთხობს იმ ევროპულ და ტრადიციულ ჩვენს რეგიონში არსებულ ტრადიციულ სეგმენტს, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ბიდან წამოსული ტურისტების სეგმენტს, რომლებისთვისაც ახლა აღარ არის არც სასიამოვნო არ არის, არც უსაფრთხო არ არის, შენთვის აღარ არის უსაფრთხო. და მათ შორის მაგალითად ამ უნივერსიტეტიდან როცა ეს ვიდეო ჩაგვიგდეს, ხო? იქ როგორც გვითხრეს, თქვა ვიდეოს ვინც მოგვაწვდა, ესეთი ფაქტები საკმაოდ ხშირი. თან ეს არის ერთი მსუბუქი ფაქტი. იქ მათ შორის ქართველებთან შეხლა შემოხლის ფაქტები, მათ შორის ნარკოდანაშაულის ფაქტები, რომლებსაც არ ახმაურებენ. იმიტომ რომ ეს ხალხი რო ჩამოდის, მათ თან მოყვება თავისი ქცევის ფორმები, თავისი დამკვიდრების мотиваცია აქვთ. რაღაცა რაც უფრო მრავლად არიან, მით უფრო დიდ ძალას იძენენ, რაც უფრო მრავლად არიან, რაც უფრო მათი კაპიტალი შემოდის, ამ კაპიტალს პოლიტიკური გავლენა ემატება. მეტ ძალას იძენენ. აქედან გამომდინარე, მე ეხა ინტენსიურად მუშაობს ქოცების პროპაგანდა, რაღაც დაზიანებაზე ყველა კრიტიკული აზრის ამ თემაში განეიტრალებაზე, მაგრამ გარწმუნებთ ხალხო, სამწუხაროდ პროცესები ისე წავა ამას, რა ვინმე ამ პროპაგანდით კი ვერ გადაფარავს, კაცო. რანაირად შეიძლება ეს ვიდეოები გადაფარო, ხო, რანაირად შეიძლება გადაფარო ის, რასაც ყველა ხედავს ქუჩაში. სამწუხაროდ ყველა დაინახავს, სადმე კი ვერ წავა პროცესი. ყველა დაინახავს და ყველა მოვა ამ აზრზე. ჩვენ უბრალოდ ასე ინტენსიურად იმიტომ ლაპარაკობთ, ამდენ ძალას იმიტომ ხარჯავთ ამ თემაზე, რომ ჩვენ რამენერად მოახერხოთ დროზე ადრე გააცნობიეროს საზოგადოებრივ, თორე ადრე თუ გვიანა ეს ძალიან გვიანაც არ იქნება საზოგადოების სრულ შემადგენლობას მოუწევს თვალი გაუსწოროს რეალობას, დაინახავენ, უბრალოდ მაგ ეტაპზე უკვე შეიძლება პროცესების შეუბრუნება აღარ იყოს მარტივი. ეხლა ჯერ ამ სურათის მიუხედავად, ჯერ შეგვიძლია შეუბრუნება და ეს სურათები საკმარისი უნდა იყოს იდეაში ხალხის გამოსაფრიზებლად, მაგრამ თუ ვინმეს არ ჯერა, სამწუხაროდ გარწმუნებთ, სხვაგან ვერსად ვერ წავალთ. პროცესები მანდამდე მივარო, ყველას ერთად მოგვიწევს პრობლემის რეალური სიმძიმის დანახვა.